ყოფებით თბილისის ერთ-ერთ ეზოში, რომელშიც ბავშვობაში თამაშობდა, ან შეიძლება ეხლაც თამაშობს მარიკა თხელიძე. ანუ მივხვდით ალბათ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის ერთი დღის სტუმარი არის მარიკა თხელიძე, რომელთან სახლშიც ჩვენ ახლა მივამართებთ. მეორე კავზარს და ნახავთ ვინ გააღებს კარებს. დღეს მარიკას როგორც ვიცი საკმაოდ დატვირთული დღე. გამარჯობა. გადაცემა ერთი დღე არის შენთან სტუმრად. შეიძლება? ეს არის მარიკას ოთახი, რომელშიც ჩვენ ახლა შემოვედით, ახლა მომიყევი შენ ოთახზე. ჯერ პირველ რიგში მივხვდი იმას, რომ უსმენ რადიოს. ხო? ძირითადად უჩართული გაქვს ალბათ. ხშირად, როდესაც დრო მაქვს, ხშირად უსმენ. შენ სიმღერებს არ უსმენ ხოლმე? ჩემ სიმღერას ნაკლებად უფრო. ძალიან ბევრ რაღაცებს ხედავ აქ შენ როიალზე. ოზე დიდი. რომელიც არის ეს არის? აი ეს. ბულგარეთში მოპოვებული. დედა რამ სიმძიმეა? კონკურსზე რკო მილიონის საოცრება, სადაც მოპოვე გრან-პრი და ბულგარეთის ნაციონალურმა დირექტორმა გაგზავნა ჩემი მასალა. მე არ ვიცოდი უბრალოდ ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ ამ ერთ-ერთი კონკურსის პრეზიდენტმა გამოგზავნა მოწვევა მსოფლიო ჩემპიონატის ხელოვნების ყველა დარგში. ეს არის ჰოლივუდში იტარდება ეს მსოფლიო ჩემპიონატი და სწორედ აქ მოპოვება გრან-პრი, 2 აბსოლუტური ჩემპიონის წოდება, 2 ოქროს медаლი და 1 ვერცხლის медаლი. აქ იყო 4 ტური და რაც თავარია ძალიან ცნობილი პროდიუსერები იღებდნენ მონაწილეობას. ჯიურის თავმჯდომარე იყო სტივენ სპილბერგი და მათთან ასე ვთქვათ, გაიცანი? სტივენ სპილბერგმა რამოდენიმეჯერ გამომღერებინა ოპური. აი ამ ფოტოებს ვინ გიღებს ხოლმე? მართლა ძალიან კაი ფოტოებია. ეს ფოტოები ეკუთვნის რამაზ ნაცვლიშვილს, ხშირად მიღებს რამაზი ფოტოებს. და ასევე ჩემი CD-ისთვის, პირველი CD-ისთვის გადაიღო სურათები, ფოტოები ეკუთვნის ირმა შარიხაძეს, მართლაც არაჩვეულებრივი ფოტოები. აი ესენი ხო? ეს ცალკე კიდია მოვხდი. დიზაინერი არის თამიკო ფოცხიშვილი და ასევე ჩემი შემოსავალი შესული. ძალიან კარგი. ეს ყველაფერი 16 წლის ასაკში ხო? თუ 15 ხარ? არა, ეხლა 16. 16 ხარ უკვე. როდის გახდი? 16-ის გავხდი 12 მარტს. როგორი ხდი ხოლმე დაბადების დღეს? დაბადების დღეს ვიხდი რომელიმე კლუბში ან რესტორანში. მეგობრებთან ერთად? მეგობრებთან და ოჯახისწრებთან ერთად. შენ თვითონ მღერი ხოლმე შენ დაბადების დღეს? თუ მეგობრები მღერიან? იცი რა, როდესაც მთხოვენ რომ შევასრულო, რა თქმა უნდა, მეც ვღერი. სანთლების კოლექციას ვაგროვებ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. აი მაგალითად ზოგიერთი მათგანი ვიპოვე. 1 და 2. ნახეთ ან რა საინტერესო. ეს არის ბაყაყი და ესენი არის ნიანგები. რაღაც უფრო მისდევს არაორდინალური სუვენირები. აჰა, მოკლედ თუ მარიკას გულის დაპყრობა გადაწყვეტეთ, აჩუქეთ აი ესეთი სტილის სათამაშოები, ანუ მაინდა-მაინც არა ფუმფულა და არა რაღაც ისეთი სტანდარტული, ხო? ცოტა ორიგინალური უნდა იყოს. ეს არის ჩემი პატარა თილისმა, რაც ყველა კონკურსზე თანდა მაქვს. ნახე როგორია. დიდი ხანია გაქვს ეს სათამაშო? კი, დიდი ხანია მაქვს ეს დედამაჩუქა და ასევე რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაცხოვრის და ღვთისმშობელი მარიამის დასაკეცხადი. ყოველთვის თანდა მაქვს. ყველაზე უფრო ამ ოთახში შენი საყვარელი კუთხე რომელი? ყველაზე უფრო საყვარელი. ხო შეიძლება მაგალითად როიალთან შტომა გიყვარდეს ყველაზე მეტად ან სავარძელზე ან საწოლზე. სადიყუჟები ხოლმე ასე. აი უფრო აქ. ხო რაღაც მეცაგრები ვიფიქრე. კარგი მოსაჯდომია ხო? უფრო ხო ვერ მოგატყვევ და ნაკლებად. ხო უკრავ შენ თვითონ იცი და. რა თქმა უნდა, ანასტასიას სასახლობის გიმნაზიაში დავდივარ, ეს არის მუსიკალური ათწლედი, ფორტეპიანოს განხრით. ძალიან კარგი და რამდენ ხანში ამთავრებ? რომელ კლასში ხარ? ეხლა მე-10-ში. ანუ ამთავრებ უკვე ხო? ძალიან. მე-11 დარჩა. მე როგორ აპირებ გააგრძელა შენი მუსიკალური კარიერა? ანუ ფორტეპიანოს გაახრე. არა, როდესაც წელს დავამთავრებ, წელს სტუდენტი ვხდები, ვაბარებ საერთაშორისო ურთიერთობებს. რატო ერჩია მაინდა-მაინც ეს?
ძალიან მისდევს ეს პროფესია და ძალიან დამაინტერესა და ვფიქრობ, რომ ძალიან პროფესიულად შევდგები ამ საქმიანობას. და რითი დაგაინტერესა? ნუ, იმიტომ გეკითხები, რომ შენ საერთოდ შოუ ბიზნესის სფეროში ხარ და სულ სხვა სფერო არის, ანუ იმისგან განსხვავებული, რაც შენ ახლა თქვი. აბსოლუტურად. აი ეს სახელწოდებიდან თუნდაც გამომდინარე საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან ხშირად მიწევს საზღვარს გარეთ გამგზავრება ადამიანთან ისეთი ურთიერთობა და არა მარტო ამიტომ რა თქმა უნდა. როცა შენთან მეგობრები მოდიან ხოლმე, ამ ოთახში იკრიბებით ყველანი თუ სხვაგან? კი, ამ ოთახში ვიკრიბებით, მაგრამ ხშირად უფრო აჭარემაზე ქოლესტუმრები ვართ. ანუ სახლში ჯდომა არ გიყვარს, ხო? სახლში ჯდომა არ მიყარს. და პრინციპში არც მაქვს ესეთი დიდი დრო, რომ სახლში ვისხდეთ. ძირითადად დაკავებული ხარ. დატვირთული გრაფიკი. შენ ასაკში ბავშვებს ყოველთვის უნდათ რაღაცა ეზოში ჩასვლა იგივე, უფრო მეტი დრო გაატარონ მეგობრებთან ერთად. შენ ახლა აბარებ უკვე, თან კიდე 10 წლებს ამთავრებ, თან კიდე კლიპებს იღებ. არ იღლები? ნუ რადგან ავირჩია ეს პროფესია, ალბათ კი რა, ამ პროფესიას გავუყვებით ბოლომდე, სიმღერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს. და მართალია ახლა ბავშვობა შეიძლება არც ხშირად ჩავსვლო ეზოში და ჩემი ასაკის გოგონებთან განსხვავებით ცოტა დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ მაინც ყოველთვის რაღაცა დრო რჩება იმისთვის, რომ გაერთო შენ მეგობრებთან ერთად. მარიკა, მოდი ახლა რახან შენ ოთახში ვართ და რახან მოვხდით ამ როიელთან. ტარამ, დაგვიკარი რამე. რაც შეგინდა. აი ახლა როგორ ხასიათზეც ხარ? რაც მოგინდა, აი ახლა უცებ რომ დაგეკრა ის დაუკრა. არა, აქ მნიშვნელობა. მაშინ დაუკრა მოსარდის 23 კონცერტს, ეს ძალიან ადრე დაუკარი. კონსერვატორიის მცირე დარბაზში შედგა კონცერტი და იქ გამოვედი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შევასრულე. ამას უბრალოდ ახლა ცოტას ეს მომაფიქრდა. ეხლა მეც უნდა ვიწყო, რომ აღარ მახსოვს. აღარ მახსოვს. ისე ვიოლინოსთან გააქვს რამე კავშირი? დაგიკვრია რატისმა? კი, ვიოლინოს ადრე უკრავდი. მართლა იცი დაკვრა? არ გაქვს ვიოლინო? ძალიან კარგად არა, მაგრამ ნუ ნორმალურად შეიძლება ითქვას ადრე უკრავდი. ეხლა აღარ უკრავ. ეხლა აღარ, რომც გქონდეს არ დაუკრავ, ხო? არა, რომც გქონდეს არ დაუკრავ, იმიტომ რომ ესეთი საკრავი არის, რომ უნდა კარგად იცოდე ამაზე, რომ ხელი მოკიდო და დაუკრავ. შენ თვითონ რომელი ფოტო მოგწონს? აი ამ ყველა ფოტოში და აი მაგალითად ამაჩი რომელიც ხელში მიჭირავს. ამაჩი მომწონს განსაკუთრებით პირველი ფოტო. აი ეს ხო? და ესაა იდო. ეს ყველაფერი. და კიდევ აქ ძალიან ბევრი ფოტო არის ესეთი, რომელიც მომწონს ეს ფოტო. აი ეს ლამაზი. ნახე რამდენი რაღაცები ქონია. დღეს რატო არაფერი არ გიგეთია? დღეს უბრალოდ ძალიან გადატვირთული ვიქნებოდი. და ვიპოვე თევზი ესეთი საყურე. მე მგონი ეს გიყვარს ძალიან. კი, ეს ჩემი ზოდიაქოს ნიშანია. აჰა. ეს შენი თმა არის შეღებილი თუ? ეს ჩემი თმა არის შეღებილი, ძალიან დიდი ხნის წინ შევიღები და ეხლა უფრო ღია ფერებში გადავიდა რაღაც. აი როგორი საყვარელი ადგილი. წამოშევძრეთ. ესე იგი აქ. აი თურმე რა ხდა? აი სამალავი სათქონია მარიკას. აი აკაც ესეთი რაღაცებია. სამაჯურები საათი. ამას დიდი ხანია ყველაფერს აგროვებ ალბათ შენ ხო? თუ არც. ხშირად ჩუქნიან და უფრო ესე მიგროვდება. ვინ ჩუქნის ხოლმე? მეგობრები თუ თაყვანისმცემლები? მეგობრები, თაყვანისმცემლები კი. მართლა? აი სხვათა შორის გაჩვენებ ხა თაყვანისმცემლის ნაჩუქას. ეს არის ჩემი თაყვანისმცემელი, ძალიან კარგი გოგონა არის ნატალი. და სწორედ მან მაჩუქა. ეს უნამოა. არა? მიკროფონი მიჭირავს ხედით ხელში. ნახე რა ლამაზია. ეს შენი ხელია ესე იგი. ეს ჩემი ხელი. წარმოიდგინე. ძალიან ლამაზია. არ ხმარობ ხოლმე?
იცი რა, ჯერჯერობით არა, იმიტომ რომ შესაბამისად მინდა რომ ეს ლამაზად გავიკეთო. შენ ყოველთვის განსხვავებულად გაცვია, სხვა შენი ასაკიდან გამომდინარე, არის მე ვისე როგორც სხვები, როგორც თინეიჯერები და ეს ყველაფერი შენი გემოვნებით ხდება თუ ამაში სხვა გეხმარებავენ, მაგალითად სხვა დიზაინერები გირჩევენ თუ შენი გემოვნებით? ჩემი დიზაინერ სტილისტი ხომ გეხსენება სალი ბაკული ბაბრას და ყოველთვის მის მიერ შექმნილ კოსტიუმში ვარ გამოწყობილი სცენაზე ყოველთვის და ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს, მაგრამ რაც შეეხება ჩვეულებრივ რითმს ახლა ცხოვრებისელს, რა თქმა უნდა, ჩემი გემოვნებით ვიმოსებ. წარწერიანი ყოველთვის მიზიდავს. მართლა ხო, აი სხვა შორს წარწერიანი მეორეც დავინახე ახლა, აქ ეს რა არის? შარვალია? ეს შარვალი. როცა არ ხარ სცენაზე, არ დგახარ, როცა უბრალოდ მეგობრებთან ერთად მიდიხარ, იცმევ ისე როგორც ახლა? თუ რაღაც? უფრო თავისუფლად. გააჩნია სად მივდივართ ხარ, როდესაც რომელიმე საღამოზე მიდიხარ, ცოტა კლასიკურად უნდა შეიმოსო და ისე საერთოდ უფრო უპირატესობას სპორტულ სტილს ვანიჭებ. და შარულებს უფრო ვიდრე შარლებს კი ძალიან მომწონს შარლები. უფრო თავისუფლად გრძნობ უფრო თავს. თავისუფლად რა თქმა უნდა. ეს ფოტოშორის ორივე ქეთას ნაჩქარია თოფურიას. ძალიან ლამაზია ორივე. ქეთას მადლობა ესე იგი. მე ძალიან საინტერესო რაღაც ვიპოვე აქ, ეს არის ალბომი, ხო? როგორც მოხდა, შენ თვითონ მოგუყევი რა არის ეს? ეს არის ჩემს თაყვანისმცემლის მიერ ნაჩქარი ალბომი, სწორედ მან შემიგროვა ეს სხვადასხვა ინფორმაციები ჩემ შესახებ. და აქ არის ყველაფერი, მე მგონი, რაც კი ოდესმე ყოფილა, თითქმის ყველა სტატია, თითქმის ყველა ფოტო, რომელიც პრესაში ყოფილა შენი. ეს გოგოა თუ ბიჭი, ვინც ეს გაჩუქა? ეს არის გოგონა. და ამ გოგონას ძალიან უშრომია, მინდა გითხრა. შენ თვითონ გააქვს ამდენი შეგროვებული? გონი მე თვითონ მართლა აქვს ამდენი შეგროვებული. და ეს როლი რომელიც ხელში გიჭირავს? ეს როლი სხვა თაყვანისმცემ მომიწყნა. ნახე. ეს ორივე გოგომ გაჩუქა. ბიჭს რა უჩუქნა? ბიჭი თაყვანისმცემს. ბიჭმა მომიწყნა ასე ვარდი, კრისტიან დიორის ნაბორი და ასევე ძალიან უზარმაზარი მეფე ლომის სიმბედა ვარ, იმიტომ რომ სხვაგვარად არ გავიტოცა. განახება. და იცი რაც თავარია ხო, ვინ არის? არ ვიცნობ სხვა არის, ნო? ესე უბრალოდ აი ესე ახალი წლის წინა ღამეს მომიწყნა ეს დიდი სახლში მოგიტანა თუ როგორ? სახლში კი. მისმა მეგობარმა მომართა, მაგრამ თავად მას არ ვიცნობ. აი ესე. და ესე ძალიან უყვართ მარიკა. მარიკა, ეხლა სად მივდივართ? ახლა მივდივართ გადაღება მაქვს, ჰიმნი ჩაიწერა, რომელიც ეკუთვნის ოთარ ტატიშვილს. ხო. და ეს არის, ნუ ხა ჭყალებში ხშირად ვთქვათ, შიცი წინააღმდეგ. ძალიან კარგი. ჩვენ ახლა მოვედით იქ, სადაც უნდა ჩაწერო. ეს ხო არის თქვენი. რა? ეს არ ვიცი? დარწმუნებული. რაღაცა ძალიან. ხო. წელზე. ეს სხვა შორს კლიპებს რაც შეეხება, ძირითადად მუშაობ ხოლმე ბასასთან, ხო? კი. ბასასთან, იმიტომ რომ ბასამ გადაიღო პირველი ჩემი სერიოზული ვიდეო. ხო. Just Try ბასსა და რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარდა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ძალიან ბევრ ფესტივალზე გაიმარჯვა, კანის ფესტივალზე, ბერლინალდიაზე. და ასე მეორე კლიპიც ბასას გადაღებული არის, ეს ქვეყანაა ესეც ძალიან ცნობილი. სასოსთან თოლრა ეს. სასოსთან ბას არის თავის საქმის პროფესიონალი და ძალიან განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანი. და არ გიჭირს არასდროს მასთან მუშაობა, ხო? არასდროს პირიქით ჩემთვის ძალიან საინტერესოა მასთან მუშაობა. დამღლელი არ არის, იმიტომ რომ კლიპის გადაღება ყოველთვის მთელი ღამე გრძელდება, ხან ცივა, ხან დამღლელი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ხდება დღე-ღამის განმავლობაში და ალბათ ამიტომ არის დამღლელი. თან ქუჩაში მთელი ღამე წინდა, ხოლო ბები მთელი წინდა, გარბის სახლიდან. აი რომელი კლიპი უფრო დაგამახსოვრდა თვითონ გადაღების პროცესი, ან რაღაც ისეთი განსაკუთრებული ხო არ მოხდა? პირველი Just Try თუ მეორე უკვე სასოსთან ქვეყანაირი? იცი რა, პირველი იმდენად ჩემთვის სერიოზული ნამუშევარი ეს და სერიოზული კლიპი რომ ალბათ უფრო პირველი. ამ კლიპს ვიღებდით სამკერვალო ფაბრიკაში. ხო.
და იქ შედგა ჩვენი გადაღება და მახსოვს სულ მეძინებოდა. მაგრამ ვინ მაცდიდა? და ალბათ მაშინ მართლა ნერვიულობდი, ხო? არა, ნერვულობით არ ნერვულობთ. აჰა, საერთოდ არასდროს არ ნერვულობ, იმიტომ რომ ვიცი რომ ისე საკუთარ თავს ვავნებ და აქედან გამომდინარე უფრო ვცდილობ რომ მობილიზებული ვიყო. ძალიან კარგი, ხედავთ როგორი ჭკვიანი გოგოა თან პატარა და ესეთი ჭკვიანი და ნიჭიერი. ეს რა ტეხილი ქეუბლა. ეხლა მე ვადექით ყველაზე მნიშვნელოვანს, ანუ იმას, რომ შენ უახლოეს მომავალში გაქვს სერიოზული ძალიან და აბსოლუტურად განსხვავებული, როგორც ვიცი, კონცერტი აჭარა მუსიკალში. ეს არის მსოფლიო ხალხთა ფოლკლორის ნაზავი. არის საფუძველი, რა თქმა უნდა, კლასიკა. ან კლასიკაზე არის დაბეჭდებული, მაგრამ რა თქმა უნდა, არის მსოფლიო ხალხთა ფოლკლორის ერთობლივი ნაზავი და სწორედ აქედან გამომდინარე დაერქვა კოსმოპოლიტენი, რომელიც იქნება ნიკა წერეთლის თანამედროვე კომპიუტერულ ჟღერადობასთან ერთად შერწყმული. მე როგორც ვიცი, თვითონ კონცერტის იდეა ეკუთვნოდა რუსიკო ბახტაძეს, ხო ესეა? რუსიკოს ეკუთვნის იდეა, სწორედ მისგან წამოვიდე შემოთავაზება და დათხოვდა ძალიან დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და რუსიკო არის მუსიკალური ხელმძღვანელი და ამ პროექტის იდეის ავტორი. და რა თქმა უნდა, რუსიკო ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ შემოქმედებაში და სწორედ თავიდანვე მან მომაჭდა რთულ რეპერტუარს და სწორედ ახლა ამ პროექტში წარსდგები მაყურებლის მსმენელის წინაშე ჩემთვის ახალ ამპლუაში, უჩვეულო ამპლუაში და ვფიქრობ ეს შემსრულებელში ჯერ უნდა იყოს გამჯდარი ეს მუსიკა, იმიტომ რომ ძალიან მოკლე დროში მოხდა, ერთ თვეში მოხდა ეს ყველაფერი ამ მუსიკის გათვითცნობიერება და შემსრულებელმა ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი რისკი შემოიტანა და დაამკვიდრა შენს ქვეყანაში თუ ქალაქში და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ერთად შერწყმის მაყურებელი და მსმენელი მართლა შეიგრძნობს და დადებითად შეაფასებენ შესაბამისად. ჩვენ ახლა ნელ-ნელა უახლოვდებით აჭარას, აჭარა მუსიკალს, სადაც არის უზარმაზარი ფოტო შენი, ხო ასეა? რომელიც გადაგიღო ვინჯერას მოგვიყავი და მე იმასაც ვნახავთ და ვიტყვით, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ხარ ამ ფოტოზე და ბევრი ალბათ ვერც მიხვდებოდა, რომ შენ ხარ რუარე წერას, რომ მარიკა, ხო? ფოტო ეკუთვნის გია ჯაველიძეს და შემდეგ დიზაინი და გაფორმება ყველანაირი ეკუთვნის თამრიკო ფოცხიშვილს და ამ პროექტისთანავე რა თქმა უნდა სწორედ ამ სახელწოდებით გამოვა ჩემი ახალი CD. როგორ მოგწონს შენ თვითონ? ხარ ესეთი? შინაგანად კი ბუნებით სერიოზული ვარ და რა თქმა უნდა მხიარულიც. ხო. მაგრამ უფრო ალბათ შემეფერება ეს სურათი. ანუ კმაყოფილი ხარ ამ. ეს არის ახალი იმიჯი, ახალი სახე ჩემი. თქვენ იცით ვინ არის მარიკა თხელიძე? კი, ვინ არის? მოდი ახლოს და ისე მითხარი, მოდი, ვინ არის მარიკა თხელიძე? მომღერალია. აი, იცის ვინ არის მარიკა თხელიძე. და რუსიკო ბახტაძე იცი ვინ არის? შენი მეზობელია და კომპოზიტორი თან. ხო ამაზეში ცხოვრობ? კი. ხო, აი ზუსტად ქალბატონ რუსიკო ბახტაძესთან მოვედით ჩვენ სტუმრად, სადაც მარიკა თხელიძე გადის რეპეტიციას, მას სულ ცოტა ხანში ექნება კონცერტი, როგორც იცით, საკმაოდ სერიოზული და საკმაოდ განსხვავებული აჭარა მუსიკალში. წამოდით ახლა ვნახოთ, როგორ გადის რეპეტიციას მარიკა თხელიძე, როგორ მღერის და საერთოდ როგორი ურთიერთობა აქვს რუსიკო ბახტაძესთან. რა ნოტები, ვისი ნოტებია ეს? ეს არის პარტიტურა მარიკას. და რამდენია? ძალიან ბევრი. მარიკა, შენ თვითონ როგორ ვფიქრობ, არ არის ზედმეტად ბევრი შენთვის? არა. აბა, თავს კარგად. კი, თავს კარგად ვარ. არ გიჭირს ასე. არა, არ მიჭირს და თავს უყურებ ყველაფერს. როგორი ბეჯითი მოსწავლე ხარ? რამდენად დიდ დროს უთმობ მუსიკას? თუ როგორი ბეჯით ვარ, ეს რუსამდად გა. ფაქტის სახეზეა კონცერტი. აქედან გამომდინარე ბეჯითია მაგრამ. ბეჯითი. ხო, ეს და დაუზარელი. ძალიან დიდი შრომის შედეგად ხდება, ისე არა. ხო, რა თქმა უნდა. ეხლა თქვენ გაქვს რეპეტიცია, რომელიც არის წინა საკონცერტო, ასე ვთქვათ, ხო? რეპეტიცია გვაქვს ახლა პერგოლეზის, რომელსაც გავდივართ როიალთან
და ეს ყველაფერი იქნება ორკესტრთან. მოდი. მე მგონი ძალიან საინტერესოა. მოდი დავიშვათ და მოვასმინოთ. Давай. ეს დამიგეკიდა რო. Მოხსოვს? ძალიან დაცხა. რო დაცხა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოვიდა ზაფხული, ზაფხული რომ მოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დაისვენო. სადაპირებ რო დაისვენო. საერთოდ სად ისვენებ ხოლმე და წელს სადაპირებ რო დაისვენო. საერთოდ ვისვენებ ხშირად წყნეთში. და შემდეგ ზღვაზე და ალბათ კი არა, წელს წყნეთში დავისვენებ და შემდეგ ვერ გეტყვით ზღვაზე სად. ზღვაზე ჯერ არის. ვისთან ერთად მიდიხარ ხოლმე? ოჯახის წევრებთან ერთად. და არა მეგობრებთან? არა, ოჯახის წევრებთან ერთად. შეიძლება ხშირ შემთხვევაში მე და ჩემი მეგობრები იქ შევხვდეთ. უფრო ოჯახის წევრები. ფერხული არის იმედია ბიჭების გარეშე, ხო? მარკ, რა სიმღერა უნდა მოვისმინოთ ახლა? ვერ გეტყვი, რასაც კოტიკა შემოგთავაზ. ჯერ არ ვიცით ესე იგი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს? ვერავინ არ გაიგებს, არ შაგესთან. აი ამ სიმღერას ცოცხლად მოვისმენ. იტყვი მაგას თავიდან? დავიდა. ლიფტში მოვხევ. დღეს დღე დავდივართ ვარდებში და ყვავილებში, ხო? გვიწევს ყოველ და შენი მაისურით შეესაბამება. ესე იგი ამ ყვავილებს. Around the world, 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 around the ვისმენთ მარიკას სიმღერას. შენ ცეკვავს ერთად? არა. ცეკვით შემიძლიათ ცეკვა. უბრალოდ შეგით, მაგრამ არ გივლია არასდროს, ხო? ბასტონურ შეცდას დავდიოდი, როგორც სიმღერას ასევე ცეკვას. ქორეოგრაფიასაც გავდიოდი. და სპორტს რაც შეეხება? სპორტსაც შეეხება, სპორტს არ დავდიოდი. არასდროს არ გივლია არაფერზე. ძალიან ადრე ბავშვობაში უფრო დავდიოდი სიგურებზე. ძალიან მეყვარს რასაც სიგურები და თხილამურები. ჯერ დამიფასებ ამას და მე მღერივა მე მგონი დღეს უნდა შეხვდე შენ სწორედ ჟენიას, რომელიც ჩამოდის მოსკოვიდან, ხო? დეკორაცია არ იქნება, არანაირი გაფორმება, ერთადერთი რამოდენიმე სიმღერაზე იქნება კომპიუტერული გრაფიკა. მოსკოვიდან ანუ ეკრანი იქნება. კი, მოსკოვიდან მგზავრება ჟენია ვაშიუკი, რომელსაც უთანამშრომლი ალსუსთან, ალა პუგაჩოვასთან და მართლა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა არის და სწორედ ის იმუშავებს კომპიუტერულ გრაფიკაზე. შენთვის რამდენად მისაღებია თვითონ ის რაზეც ლაპარაკობდით, ანუ კონცერტი ყველანაირი დეკორაციის გარეშე. ჩემთვის ეს არანაირი პრობლემა არ არის და თუნდაც ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან ჩემთვის თავარია ჩემი სათქმელი თქვა და ისე შევასრულო ეს კომპოზიციები, როგორც საკმაოდ საჭირო არის. ეს არის ჩემთვის თავარი და რა თქმა უნდა, თავარი არის მაყურებელთან როგორ მიიღებს ამ ყველაფერს ერთად და იმედი მაქვს ღმერთის წყალობით ყველაფერი ნამდვილად კარგად ჩაიდეს.
მოვედით აჭარა მუსიკ-ჰოლში, სადაც მარიკას აქვს დღეს რეპეტიცია, თან ძალიან სერიოზული რეპეტიცია, ხო? დავიდეთ, ერთად ვიაროთ, სამძოლი ჩართული ერთ რო გადავიაროთ, ამომომეცი ხელი, ერთად ყოფნა ხომ არ არის ნელი, თუ წელი გავიდა ძველი, ვიწყებ გახდიდან. ეს არის მარიკა თხელიძე, რომელიც არ გავს მარიკა თხელიძეს, მაგრამ ესეთიც არის. მაგრამ ესეთიც არის და მაგრამ ესეთიც არის და ესეთიც. გამარჯობა. კარგია. აბა სულ ერთნაირი ხო არ იქნება? ხო, რა თქმა უნდა. ყოველთვის სახელი უნდა გააკეთო. რესტორანზე გამახსენდა რომ ჩავიარეთ. მაინტერესებს როგორი მჭამელი ხარ. დიდი ვერაფერი როგორც გეთხოვა, მაგრამ მაინც რა გიყვარს განსაკუთრებით და რა? ეს მგონი ყველას აინტერესებს ხოლმე. განსაკუთრებით მიყვარს ნიბზიანი, საჭმელი, კერძი, უბრალოდ რომელიც ჩემთვის არ შეიძლება. ასე მიყვარს შოკოლადები მიყვარს. თეთრი თუ შავი? შავი, ხილიანი. მარიკას თაყვანისმცემლობის საყურადღებოდ მიართით ხოლმე შავი ხილიანი შოკოლადი, რომელიც ძალიან მიყვარს. კიდევ, უფრო მსუბუქი საჭმელი, რომელიც არის. ეხლა მეტყობა როგორი მჭამელი. ხორციანი საჭმელი, ისეთი როგორც ქართველებს უყვართ ხოლმე რაღაცა ხინკალი და მწვადი. კი, ძალიან მიყვარს ხინკალი. მწვადი დიდად არ მიყვარს, მაგრამ ხინკალი მიყვარს. ჩვენ ახლა ისევ და ისევ აჭარა მუსიკ-ჰოლში ვართ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ეთერშია გადაცემა ერთი დღე და ახლა უნდა ვნახოთ ის, რაც მოხდება ეკრანზე, დიდ ეკრანზე, მარიკას უკან, ანუ სცენაზე. ეს იქნება კომპიუტერული გავეთ. Марика, мокрый. Жень, молодец. Сейчас будут компьютерные мозги. Шикарно, супер, Смотрите, супер. смотри. Ура! Я не понимаю, о чем она поет. Ни слова не понимаю, но мы все чувствовали в музыку. То есть мы делали... Все на чувствах построено. Это самое главное. Марика, ეს არის ჟენია, ხო? ის ადამიანი, რომელმაც ეს შექმნა კომპიუტერული გრაფიკა. და ამისთვის სპეციალურად ჩამოვიდა მოსკოვიდან. ჩამოვიდა, წაიღო მასალა და ახლა ჩამოვიდა. ორი წამია პირველად უმორებს ახლა. Я принес клип, как мы это делали. Валяемся там в комнате просто. Так. მოდი გითხარი ვინ არიან ეს ადამიანები, მე როგორც ვთქვი, ყველა ამ ადამიანს ძალიან დიდი და სერიოზული წვლილი მიუძღვის შენს მომავალ კონცერტში. ეს არის ბიჭუნათა გუნდი, რომელიც შეასრულებს ჩემთან ერთად სიმღერას. მესას უბრალოდ. ის კოსტიუმი, რომელიც შენ გაჩნდა, ეს არის გრძელი, ესეთი შლეიფიანი კოსტიუმი, ხო, როგორც ვთქვი? არა, შლეიფიანი არ არის. ავანგარდული რაღაც ესეთი არის. წინასწარ ალბათ არც უნდა თქვა სიურპრიზად რაღაცები უნდა შემოინახო. ბარბის კოსტიუმში ვიქნები შემოსწრება. არ შეგიშლის ხელს რადგან გრძელი იქნება? არა, გრძელი არ იქნება. მოძრაობაში ან გრძელი არ იქნება და ყოველ ისეთი იქნება, რომ მე არ შემიშლის. არ შეგიშლის. და თმაც გექნება, მე მგონი, მიბმული, ხო? ანუ არა შენ. არა, რა თქმა უნდა, იქნება შეცვლილი. ეთერში იყო გადაცემა ერთი დღე, რომელიც დასასრულს მიუახლოვდა, როგორც თქვენ თვითონ ნახეთ, დღეს ჩვენი სტუმარი იყო მარიკა თხელიძე, რომელსაც საკმაოდ დატვირთული საქმიანი ერთი დღე ჰქონდა და ახლა ის აგრძელებს რეპეტიციას და გვიანობამდე მოუწევს აყოფნა, ანუ აჭარა მუსიკ-ჰოლში, სადაც 22 ივნისს მისი სოლო კონცერტი გაიმართება და სწორედ ამ კონცერტისთვის ემზადება მარიკა. მე გემშვიდობებით, რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში შევხვდებით ერთმანეთს. ეთერში იყო გადაცემა ერთი დღე. კარგად.